ეს ცენტრი არის ჩემო კარგო, აი ჩემი რა ვიცი, აი როგორ რა ვთქვა. მე ამ ცენტრში ვიპოვე ჩემი ადგილი. იმიტომ მე ხშირად დავდივარ აქ. აი ხარ რანაირად ვერთობით, მუსიკა გინდა, ცეკვა გინდა, ფანდური გინდა. აი ყველა იმაში ახლა არ დავიწერებ ახლა, მაგრამ აქტიური ვარ. და აი ფანდურსაც შეეხება ძალიან მინდოდა რომ ფანდური მესწავლა, მაგრამ ეხლა ჩვენთან აქ არავინ არ იყო ისე და მე ვიფიქრე შვილიშვილი დადიოდა ფანდურს იქნებ მაგამ მასწავლოს. არაფერი. მოდი მე ხა წავალ მასწავლებელთან. აბდე ახლა კაცავდი ცენტრში, სადაც ქვით არის ფოტოფი და კიო თუ შეძლებთო და მინდა მეთქე ძალიან. ხო ახლა მეორე დღეს მივიდი კარგად ისე შემხვდა ეს მასწავლებელი რამხელა მნიშვნელობა აქვს მასწავლებელსაც. აი მართლა ისე უცბად ავიტაცე ეს ფანდური. ახლა მათაც მოუდა სხვა გოგოებსაც. მე კიდე დაუშვეთ შტატი და 3 თვე ქონდა ეს ფანდური. აქ ძალიან ბევრი ვისწავლეთ, კარგად დავხვედეთ, სიმღერები დავწერეთ. ურთიერთობა გვაქვს აი რაღაცა თბილი. რომ მოვდივარ ხო აი მოვიდა ჩვენი გოგო და ყველას აი ჩემებურად უთგები ხოლმე რომ თბილად რომ ასიამოვნდა ყველას ხო. სიმღერას ვინ გაიგებს რის ტირიმე აღსარებას ვინ მაიგებს საქმეში მოვალ თუ არა ჩემს კანს დამითმომენ პატივსაცემენ ძალიან როგორც თან უმფროსი ადამიანი და თან კიდე მხიარული ვარ მაინც გინდა ვიტირო გინდა ვიცინო მაინც ვიცინი მაინც რაღაცას ვიძახი რომ ჩემი ხალხი არ შევაწუხო და ძალიან უყვარვარ მოხუც კაცებსა და ხალებსაც ძალიან კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით ძალიან რომ მეტი არ შეიძლება იქ რო ვარ შევიძახი წავიდე ჩემ ბებრებთან წავიდე ეს ცენტრი მე დავარქვი აი სიბერის გამოსაფხიზლებელი ადგილი, რომ იმდენად ჩამყარი ვიყავით ყოველდღიურ საქმიანობაში და იმდენად ერთი და იგივე რეცხვა საჭმელი იქით და აქ რომ მოვდივართ, უკვე სხვანაირი ატმოსფეროა, რაღაცა მუხტი არის, ჩვენი ბავშვობის ოცნების რაღაცები თითქოს ახლოს მივედით. ზოგი წერ, ზოგი მღერის ხელსაქმე და 1000 რაღაცა და ყველაზე ძალიან მინდა აღნიშნო, რომ უანგაროდ არავითარი ანაზღაურების გარეშე მოგვივიდა ცეკვის მასწავლებელი. რომ ეს იყო რაღაც სასწაული, რომ აი ეს კაპიქს რო არ ელოდება არანაირად და გვასწავლის ჩვენ ხანდაზმულებს, მარჯვისის არის ჩვენთვის ეს და კარგია, უფრო ხიზლად ვართ. ცენტრში ძალიან მიყვარს აი აზრების გაცვლა გამოცვლა, ვიღაცა ჭკვიანურს რო იტყვის, ან რაღაც წაკითხული თუ აქ და იმას ვაანალიზებთ. მუსიკა რა თქმა უნდა მიყვარს, ლექსები მიყვარს, რომ შეიძლებოდეს რომელიღაცა ნაწარმოების გარჩევაც სიამოვნებით ჩავერთებოდი და გავარჩევდით, როგორც სკოლაში ვშვებოდით ხოლმე. ძალიან თბილები და ახლა რო ვაკვირდები, შეიძლება ახალგაზრდობაში არ დავკვირვებოდი, მაგრამ ახლა რო ვაკვირდები, იმდენ რაღაცას ვიღებ იქედან და იმდენ რაღაცას ვწავლობ და იმადგება კიდე სხვასთან ურთიერთობაში, რომ რაც კარგი აქვს, მინდა ის ამოვიღო იქედან და ჩემად გავასაღო. რო არ ყოფილიყო ეს ცენტრი, ჩვენ იცი, ნამდვილად სიმართლეს ვიტყვი რა, ჩვენ აქ ახლად დავიბადეთ. ჩემი თამადობით ძალიან ბევრი ვართ აქ ისეთები, რომლებმაც რაღაცა ვიპოვეთ. რაც ახალგაზრდობაში გვენატრებოდა და გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა, ეხლა თითქოს აი ფრთებს ვასხავთო. გინდათ სიმღერა, გინდათ ცეკვა, გინდათ ეს ხელგარჯილობა, რამდენი რამე გავიხსენეთ. მე ისედაც მეხერხებოდა კერვა, მაგრამ ახლა უფრო დავხვეწეთ და რაღაცებს ვაკეთებთ ისეც, რომ მართლა მოსწონს. მერე
სიმღერა, მე ასე მეგონა სიმღერა არის დროს არ გამომივიდოდა. მაგრამ შვენივრად ცვეკავთ, ღერი ვართ და ცეკვავთ კიდევაც. ახლა ცეკვასაც შევისწავლით. ძალიან მომწონს აქ, ჩემი მეორე ოჯახია. აქ რომ მოვდივარ ხოლმე ყველაფერი მავიწყდება. არც მინდა წასვლა ხოლმე სახლში, მაგრამ საღამოთი უნდა წავიდე სახლში. და მინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს. არაფერმა არ შეგვიშალოს ხელი, რომ ბევრი ხანი ვიყოთ ერთად. აქ რომ მოვდივარ ხოლმე კარგ თამაშობ, თან მხიარლობ, თან რაღაც სიმღერები აქვს, აი ამ ქალბატონებსა, კაი ქალბატონები ყავ, პატივს აქცემენ ძალიან. ესეთი ქალები, რავი, თუ კიდე არის სადმე აღარ ვიცი. აღარ ვიცი. ეს ქალები რო არ იყვნენ აქა, ჩვენ საშველი არ იქნება რა. სხვა როგორ გითხრათ? დანარჩენი მე წეღანაც არ თქვი და ეხლაც ვიზახი. ობლად გავიზარდე და ეგ რაც ვნახე, მე იქ არ მინახია, სოფელში. მარიამ სამადაშვილი 70 წლის თეთრწყაროს რაიონის სოფელი ახალში. ბავშვობა მქონდა კარგი, რადგან მე დავდიოდი ინტერნატში. ინტერნატში იყო მართლა უპაკლესი სწავლა, დისციპლინა. აბა ჩემზე იმოქმედასა დადებითად. ბავშვობიდან მე მახსენდება სკოლაში რომ დავდიოდით, ვიხაროდა ხოლმე შაბათი კვირა, რატომ? იმიტომ ინტერნატში ხო 5 დღე იქ ვიყავით სკოლაში და ეს შაბათ-კვირა მივიდოდით სახლში. და ის მიხაროდა ყველაზე მაგათ შაბათ-კვირის მოსვლა, რომ სახლში წასულიყო. სტუდენტობის წლებიც მქონდა, ცოტა ხანში გაჭირვება იყო, მაგრამ მაინც აი ცუდად არ მახსენდება, დადებითად მახსენდება. ტექნიკუმში სწავლობდი მე და მე მიყვარდა სპორტი და ვიყავი დაკავებული სპორტით. ნაკრებში თამაშობდი კალათბურთს ტექნიკუმის ნაკრებში და სხვადასხვა ძრეოსნობაზე დავდიოდი. და ძალიან მედლები მაქვს აღებული იქ. დიპლომები ხო. დაჟე მშმ-ის ნორმატივები ყო, რომელიც ოქროზე ჩავაბარებ თელ ტექნიკუმში მარტო მე. ციცო ბოდებაძე. დავიბადე ქალაქ რუსთავში, ვარ 70 წლის. ბავშვობა გადასარე, მუსიკალური ოჯახი მქონდა, მამაჩემი ძღეროდა, დედაჩემი ძღეროდა, გიტარა იქედან მიყვარს, დედაჩემმა შემაყვარა გიტარა. უფრო ძვირი გახდა. იმერეთში ცხოვრობდით, მე საშუალო სკოლა დავამთავრე თბილისში, მეასე საშუალო და შემდეგ მოხვდი კაზრეთში და ჩემი შვილებით აქ ცხოვრობ. ჩემი ბავშვობის დროიდან საერთოდ ლაღი იყო ის ბავშვობა, სკოლის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. სულ სიმღერაში და ლექსებში გავიზარდეთ, ქართულის მასალებელი მყავდა რაღაც საოცარი პიროვნება, ისეთი ადამიანი არ შემხვდებია ცხოვრებაში, დავბერდი აგერ ქალი და ძალიან ლაღი ბავშვობა იყო. აი ახლა მეწოდებიან ჩემი შვილებიც და ახლა ზოგიერთი ახლანდელი თაობაც, რომ ისეთი ბავშვობა რაც გავიარეთ, ამათ არ აქვთ. რაზმაძე მაყვალა 71 წლის დავიბადე დმანისის რაიონის სოფელ გომარეთში. გათხოვილი ვარ აქ კაზრეთში. ახალგაზრდობა ძალიან მენატრება. მინდა რომ დაბრუნდეს ისევ, მაგრამ ისეთ ნაბიჯებს არ გადავდგავდი, რა თქმა უნდა, როგორც გადავდგი, უფრო უკეთესად გავიაზრებდი ყველაფერს და მე გადავწყვეტავდი ყველაფერს რა. უფრო 7. დედაჩემს და მამაჩემს უჯერებდი. კარგად ვსწავლობდი. ოჯახშიც ძალიან დატვირთული ვიყავი, რომ დედაჩემი ცოტა ავადმყოფობდა და ჩვენზე გადადიოდა ხოლმე ყველანაირი ოჯახის საქმე. დამჯერი ვიყავი, რა ვიცი, ასეთი ვიყავი მე. ცელქი არ ყოფილი ვარ. მე ვარ გულჩინა მოსიაშვილი, 87 წლისა. მერვეში ვარ უკვე რა, მაგრამ გავხდები როც. დავიბადე წითელ სოფელში, ხატის სოფელში, ნუ. ჩემი ბავშვობა ძალიან უბედურად იყო. მამა ომში დამეკარგა და 3 შვილი დარჩა დედაჩემსა. ხო და აქა-იქა გავიზარდე და
წასული ვიყავი ბიძასთან 2 წელიწად წამიყვანა და იქ გავიზარდე. მე რო გავხდით 16 წელი სოფელში დავბრუნდი ისევ ჩემ დედასთან და ერთი ძმა და ერთი და მყავდა. მე იქვე გავთხოვდი სოფელში. ჩემი მეუღლე იყო პირველიც და უკანასკნელიც. მე გავყევი, მიყვარდა ძალიან. 5 წელი მოყვარდა ერთმანეთი, ისე სკოლის მოსწავლის მერხიდან მიყვარდა ერთმანეთი და გავყევი და შევქმნით მშვენიერი ოჯახი, 3 შვილი მყავს და 8 შვილიშვილი. ჩემი მეუღლე საზეიმო სუფრა იყო, ვიღაცას ვაცილებდით ჯარში. შორეული ნათესავი იყო და სუფრაზე გავიცანით ერთმანეთი და მე როგორც ჩვენ დროს ხვდებოდა 70-იან წლებში მაჭანკალი მოვიდა, გააფინა ფიანდაზის ხალიჩები იქედან აქედან ზესტაფონიდან ახალციხებდე და ახლა მე შეყვარებული არ მყავდა და რახან თქვენს რომ კარგია, განათლებულია, ორი უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული და შტერგოგოსაც მეტი რა უნდა. ჩემი მეუღლე ომში წავიდა 45 წლისი. ბოლომდე სანამ სოხუმი არ ჩაბარდა არ წამოსულა. ჩაბარდა სოხუმი და წამოვიდნენ. ყარყარაშვილის არ იმაში იყო. რა ერქვა მაგაზში, ხო, რასში ყარყარაშვილის. აფხაზეთის ომის შემდეგ ძალიან შეიცვალა ყველაფერი. პოლიტიკურათაც რო დაირიან და დრონი მეფობენო ნათქვამი რო ესე იყო. აფხაზეთის ომი ხო ძალიან მძიმე თემაა, მაგრამ ერთადერთი ყველაზე მტკივნეული რაც იყო მე რო გავიგე რომ სოხუმი რო ჩავაბარეთო და გადმოვდიოდითო ისეთი საშინელება იყო აი დატოვების პერიოდში მანდარინის ბაღებზე გადმოვდოდითო და ყველაზე მტკივნეული ის იყო რომ აი სამუდამოდ ისეთი შეგრძნება იყო რომ სამუდამოდ ტოვებდნენ იმ ზღაპრულ მხარეს რომ არაფერი იმედი აღარ იყო იქით. მეუღლე გავიცანი ის იყო 2 მაისით სიონში, ხო და იქ გავიცანი და მე მოვიტაცი. 3 კადრებში ჩვენი თანაუბედურობა 3 ძმა წავიდა, მამა ჩემი და 2 ბიძა. 9 თვის წავიყავი რომ მამა ჩემი წავიდა, 3 წავიდა არც ერთი დაბრუნდა. და მაინც გავიზარდე და მაინც ვისწავლე. ცოლმა მასწავლა ხოლმე. ცოლი რომ მივიღე, მოვიყვანე მაშინ უკვე ის იმან მითხრა წადი შენ ისწავლიო. მე მუშაობდი თავსტავლობ დაუსრებელ ქუთაისში. მე იმაზე სადაც მუშაობდი, იმას ვაბარებდი და როგორც ლექტორი ეგრე ვიყავი ქუთაისში. აი ჩემი მეუღლე და მე ერთად სწავლობდით, მაგრამ აი რო გითხრა რომ ძალიან ვიცნობდით ერთმანეთს არა. მე ქორწილში ვიყავით. ის თავის მხრიდან იყო, მე ჩემ მხრიდან. და მამამთის მოვეწონა, კაიგე? და მამამთემ ჩამიწვეს აქ. იმდენი და მეც Chini, Roca, Gasmota, Agresivas.